ერთი დღე დარჩა სანამ ანტარქტიდაზე გაფრინდება და მანამდე 7 დღე ჩადის ყინულოვან წყლებში. და ამავე ყინულის მეფესთან გოტასთან მისი ინსპირაციისას დაიწყეს საერთოდ ყინულის აბაზანის კეთება. რა დიდი პატივია. გოტა ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, რომელმაც აქტიურად დაიწყო ყინულის აბაზანაში ჩაწოლაზე კონტენტის კეთება. ჯერ კიდევ 4 წლის წინ ის ფარაონის გაყინულ ტბაშიც კი ჩავიდა და ლოგიკურია, რომ ჩემი ყინულის აბაზანის მე-7 დღეს ამოვედი სწორედ გოტასთან და ანტარქტიდაზე გაფრინამდე ერთი დღით ადრე ერთად დავტესტავთ გოტას ლეგენდარულ უყინულეს აბაზანას. და მე რჩევებს რომ გაუმარტივდეს ანტარქტიდის ყინულში ჩასვლა. მანამდე კი აგერ ჩვენი ადგილობრივი ყინულები დაგვეხმარებიან. მომისმინე შენს ვიდეოებს უყურე და არ მომწონს ერთი რამ, რომ ჩადიხარ ძალიან ბევრს ლაპარაკო. არ უნდა ვილაპარაკო. თქო. წყნარად რა? ნაი, 1 2 3. მოგე თავარი არის სუნთქვა როგორც კი აგერევა, მე რეიწყება პანიკა, მე რეიწყება სიცივე, მე რეიწყება კანკარი. 1-6 წამი. ბენეფიტები არის ის, რომ შეგვიძლია დიდი დატვირთვიდან მიღებული დაზიანებული კუნთების, ზანთების პროცესი შედარებით შევანელოთ, ჩავაცხროთ და ასევე მენტალურად გაუმჯობესდეთ. გულისთვის როგორც ამობენ, დიდად არ არის, კაი, არც კუნთის ზრდისთვის არ არის, კაი. მიხარია რომ ფეხს ევათებ ცოტა ვუხსნით. ფეხები გვაქვს მაგარი მიდებული ერთმანეთზე და მაგით ვათურთ ერთმანეთს. დოპამინის დონეს ასაშვება, იმიტომ რომ მე კაკო ვარ დოპამინის დონეს, ზოგადად მაშინ ზრდის, როდესაც ამოდიხარ აქედან და იწყებ გახურებას. წარმატებები უსურვოთ კაკოს, რადგან არ არის მარტივი გაყინულ ოკეანეში ჩასვლა. შევიდეთ შაიზე. დავაი.